ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსია და წლებია ოლიგარქ ივანიშვილს პირადადაც ემსახურება. ხან სამების ტაძარში იცავს პატრიარქის პანაშვილზე. ხან მისი შვილის ბერას საქმეებს აგვარებს. Patunada. Ja, Ძალიან თორე თუ იგი მსალი. პრეს აგეგმა იტაქსი ვლადაზე თუ ვიღაცაზე. მაგასაც ოტესით. კი ბატონო. რაც გინათ ის დაარქვით ამ საუბრებს გნებავჭრობა უწოდოთ, ხომ? და ეს არის დანაშაული? ამ ეპიზოდში ივანიშვილის ერთგული მსახურის ქონებასა და ბიზნესზე გიყვებით. მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. შეგახსენებთ, რომ ჩუბინიძე წინა ხელისუფლების კადრიცაა. შევარდნაძის და ნაციონალური მოძრაობის დროს სახელმწიფო დაცვაშიც მუშაობდა და უშიშროების სამინისტროს აკადემიაშიც. ანზორ ჩუბინიძის საკუთრებაშია 4 სართულიანი კერძო სახლი სოფელ დიღომში. მის გვერდით ანზორის 28 წლის შვილის, მარიამის მიწისნაკვეთია, რომელზეც სახლი შენდება. ეს უძრავი ქონება მარიამმა 2023 წელს 318,000 ლარად იყიდა. ანზორ ჩუბინიძე კერძო სახლს ფლობს მცხეთაშიც, სოფელ ზაქაროში, რომელიც 2006 წელს იყიდა. აქვეა ჩუბინიძეების ოჯახის ბიზნესი, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხანა ზაქარო დისტილერი. ეს კომპანია 2020 წელს დარეგისტრირდა და ანზორის შვილს, მარიამ ჩუბინიძეს ეკუთვნის. მარიამის სახელზეა უძრავი ქონებაც, რომელზეც სპირტის ბიზნესია მოწყობილი. ეს მიწისნაკვეთები 2020-2023 წლებში 93,000 დოლარად იყიდა. ანზორ ჩუბინიძე ამტკიცებს, ქარხანა ჩემი იდეით და რეკომენდაციებით აშენდა, მაგრამ შვილისთვის ფული მე არ მიმიციაო. ჩემი შვილი მართავს პირდაპირ გეუბნებით, ჩემი რეკომენდაციებია, მათ ჩემი კონსულტაციებია და ფული თქვენია. ფული არ არის ჩემი, არის მისიც, არის სხვისიც. 25 წლის შვილმა. შეიძლება მარიამ ჩუბინიძეს ფული მამის ჯიბიდან არ ამოუღია, თუმცა ბიუჯეტის ფული ნამდვილად წაადგა. 2021-2022 წლებში სოფლის განვითარების სააგენტომ შეპესე ზაქარო დისტილერს საწარმოს მოსაწყობად 9 მილიონ ლარზე მეტი ჩაურიცხა. მარიამ ჩუბინიძეს მეღვინეობასთან დაკავშირებული კიდევ 2 აქტიური კომპანია აქვს. ანზორ ჩუბინიძეს უძრავი ქონება აქვს კახეთშიც, ყვარელსა და გურჯაანში. მათ შორისაა ხელოვნური ტბები კარდენახში, სადაც ჩუბინიძეს თევზის მეურნეობა აქვს გაშენებული. ნაწილი ჩუბინიძის სახელზეა, ნაწილი მისი ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი მახარობლიშვილის სახელზე. ქვერაწელი გაქვთ თევზის ბიზნესში. ფინანსურად ავარ მონაწილეობა მიღებული. უძრავი ქონება აქვს ანზორ ჩუბინიძის მეორე შვილსაც. 24 წლის თამთა ჩუბინიძე გონიოში, გრინპალასის კორპუსში 2 ბინას და 1 ავტოფარეხს ფლობს. ქონება 2023-2026 წლებში შეიძინა. ხსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.